შუა დღემშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ალექ, შენ თქვი, რომ ის წიგნები, რასაც ვკითხულობ, დაისახება ჩვენ ხასიათზე და ვხდებით, უნდა გავხდეთ ყოველ შემთხვევაში ცოტა უფრო კარგები, ვიდრე ვართ. ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ნაწარმოები, რომელსაც ყველაზე პატარა ასაკში ვეცნობით, არის იავნანამ რა ჰქნა. იმის მიუხედავად, შემდგომში წიგნებს და ლიტერატურას ვუკავშირებთ თუ არა ცხოვრებას, ეს სავალდებულოა ყველასთვის და სკოლაშივე იწყება შეხება იაკობ გოგებაშვილთან. რასაც მოყვა მერე ფილმით. რასაც მოყვა ფილმი 1 საუკუნის შემდეგ, ნანა ჯანელიძე ამ ფილმის რეჟისორი და შესაბამისად მიხვდებოდა ჩვენი მაყურებელი, რომ დღევანდელ ტრადიციულ რუბრიკაში სწორედ იავნანაზე ვისაუბრებთ და იავნანასთან ასევე ასოცირდება ერთი სახელი და გვარი, თამრიკო ჭოხანელიძე, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია, მომღერალი შუა დღემშვიდობის. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და ყველა ისმენ და ამ იავნანას, ყველა თაობა დღემდე ისმენენ და როგორც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ღამემღერია იავნანას თქვენ მოგვყევით არაჩვეულებრივი ისტორია, დღეს შუა დღის ეთერშიც მოვისმენთ. ხო, ჯერ როგორ გამოგაცილეს სახლიდან ეს მაყურებელმაც მინდა რომ გაიგოს. ჩემი შვილი ელენე, რომელიც უნდა ჩამხუტებოდა და ეხლა არ ჩამეხუტო მეთქი, იმიტომ რომ გავრბი ვარ უკვე თქო და მე უკვე ვეღარ გძნობთ ხოლმე დროს. ცეთ მეხუტება და სად მიდიხარო და მეუთხარი ტელევიზიით მიყურე მეთქი, გამომჩნდები ტელევიზორში. რა უნდა იმღეროო და იავნანას ღერი თქო. გადაფიქრდა და მოიცა კაცო, იავნანას ხო ხამემღერია. თავში როგორი ბედნიერია, რომ ყოველ საღამოს ძილის წინ ისმენს ასეთ იავნანას. ხოთა შორის არ იძინებ და იცი ამ იავნანაზე ფხიზლდებოდა და აქტიურად ერთვებოდა ამ პროცესში. ალბათ იმდენად ემოციური იყო. არ ვიცი. ეს სიმღერა მის მეორე შვილი დავაძინე და ელენე ჯერ ვერ მოვტეხე. ისმენდათ, უფრო ყურადღებით. ერთვებოდა ყოველთვის ამ პროცესში. ჩემი შვილიც თამამად შეიძლება ვთქვა, რომ თამრიკოს იავნანაზე გაიზარდა, ძალიან იმიტომ რომ დიდი მადლობა. ჯერ კიდევ მუცელში რომ იყო ვასმენინებდი, აი ამას ყოველ საღამოს მართლა რაღაცა ძილის წინ მუცელში როდესაც იძინებდა, ესეთი ტრადიცია გქონდა, რომ გაიზარდა, უკვე შემდეგ ერთად ამისთვის მადლობა ბატონ ჯანსუღ კახიძეს. ნამდვილად, რომელმაც არაჩვეულებრივი იავნანა შექმნა. ჩვენ ტრადიცია გვაქვს ასევე სიუჟეტი უნდა ვნახოთ. სიუჟეტს გვიმზადებს ხოლმე ჩვენი ჟურნალისტი ბექა მაისურაძე. მოდი გადავალოთ კიდევ ერთხელ თვალი ამ არაჩვეულებრივ ეკრანიზაციას. მე სულ ვამბობ, რომ ყველაზე პოეტური ფილმია მე მგონი და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. $26 წლის წინ დედა ენის აქტორმა იაკობ გოგებაშვილმა სიყვარულით, ჰუმანიზმითა და მეგობრობით გაჯერებული მოთხრობა იავნანამ რა ჰქნა დაწერა, რომელიც გახდა ის ერთ-ერთი პირველი მოთხრობა, რომელსაც სკოლაში ვსწავლობთ. წიგნში რამდენიმე ეპიზოდი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებიდან მწერლის მეგობარი იხსენებს, როგორ დაიბადა ნაწარმოების დაწერის იდეა. იაკობს წერაში შემოათენდა, განთიადისას ძილი მოერია, წამოდგა. დაწერილი ფურცლები ერთი მეორეზე დასტა დაალაგა საწერმა გიდაზე. სარკმელი გააღო, დაბალ ხმაზე იავნანა ჩაიღიღინა და ლოგის მიაშურა. ვაშლოვანის ნაპირას აღმოსავლეთით ტყესთან ახლოს იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე, რომელიც თავად ზურაბ ქართველაძეს და მის მეუღლეს მაგდას ეკუთვნოდა. მაკოთე წინ არ დაგიშვი. ამიშვი. თქო გაიღვიძე. მამა. ზურაბს და მაგდას ერთადერთი შვილი ქეთო ჰყავდათ. ოჯახის ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე წელს გაგრძელდა. ნინოცა, ლამაზო. ქეთო აი დედა აღარ უყვარვარ. კი. აბა რომ არ მიყურებს? დედა შეხედა. ეხლა შემოვხედა. ქეთო დედას უთხარი რომ? აბა. ყურში მაქვს რაღაც სათქმელი. დედა ყურში უნდა გითხრას. მე წავედი. ნაწარმოების გამოსვლიდან 1 საუკუნის შემდეგ რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მოთხრობა ფილმად აქცია და 1994 წელს სოფელ ვაშლოვანში განვითარებული ისტორია ეკრანზე გადმოიტანა, რომელიც მოთხრობის პირველი და ამ დრომდე ერთადერთი ეკრანიზაციაა. სოფელს მოვიფინეთ ვარდონა. შვიდგანვე დაგცით კარები იავნანა. შვიდგანვე მოვიფინეთ ვარდონა. იავნდის მარაშია იავნანა. შეგალის ხიანის
ზეთქუბული შემომძინარე იავნანა ვარდონანა იაკრიფ შავარდელი იავნანა ვარდონანა იავნანა ვარდონანა ქეთოს უზრუნველი ბავშვობა მთავრდება მაშინ, როდესაც ორი ლეკი მას მშობლიურ სახლს მოაშორებს და დაღესტანში ერთ კეთილ უშვილო ოჯახს მიჰყიდის. რა ხდება? რა ხდება? რა მოხდა? რა მოგივიდა? ქართულ მუსიკალურ მოტივებზე აგებული ფილმი. ქართველი ქალის საოცარი გარდასახვა ლეკ-ქალად და ქართული სიმღერის გასაოცარი ძალა. ფილმი გამოირჩევა მუსიკალური ნომრებით. მშობლებმა დაკარგული შვილი რამდენიმე წლიანი ძებნის შემდეგ დაიბრუნეს. თუმცა გაუცხოებულ ქეთოს წარსული ვერ გაახსენეს. მხოლოდ დედის ნამღერმა იავნანამ გაახსენა ქეთოს დავიწყებული ბავშვობა. ვარდმა გაგზარდა. დღეს შობის ღამეა. იავნანამ რა ჰქმნა ბევრისთვის შობის დღესასწაულთან ასოცირდება. გასაკვირი არც არის. მოთხრობაც და მისი ეკრანიზაციაც ხომ შობაზეა, ქეთოს ხელახალ დაბადებაზე და სახლში დაბრუნებაზე. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი მიზეზია, რატომაც შეიძლება დაუსრულებლად უყურო, უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ლამაზია ფილმი, თვითონ თითოეული მომენტი, პრინციპში მე არ მახსენდება მსგავსად ლამაზი ვიზუალურად და ესთეტიური მხარე არ ვიცი, არაჩვეულებრივია, გარდა იმისა, რომ მუსიკა, მსახიობები და რა თქმა უნდა ნაწარმოებია ისეთი, როგორც უკვე ვთქვი, რომელსაც ყველა ვკითხულობ. და ის გახსოვს, ან ნაწარმოების საკითხვის მერე რა იფიქრე, რა გძენი, იმიტომ რომ მე თან კაფეოდ მახსოვს, აი იავნანა რა ქონას კითხვის პროცესი და აი რო დავამთავრე. შეგრძნებები ალბათ და ემოციები, რომელიც რაღაცა აი დასაწყისი და აღწერიდან დაწყებული, აი როგორც იწყება. შემდეგ აი როგორ მიყვები ამ კითხვის. რო ბრუნდება, ნერვიულობ, ხელავ რა მოხდება. რა სახში წაიკითხე? სკოლაში? არა, სკოლამდე. სკოლამდე წამიკითხე და ეს მახსოვს. რა მე სკოლაში რო წავიკითხე, ალბათ ესეც იყო, რომ მე ეს წაკითხulis აღდგენა ხდება რა, როგორ გიკითხავენ და მე როცა ვკითხულობდი, აი თვალწინ მედგა მოკლედ ძალიან კარგი მოთხოვნა. თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო, გახსოვთ აი შეგრძნება პირველი შეხება მქონდა სხვათა შორის, ოღონდ წამიკითხეს. ამას ვერ ვარ ვყოფ, მე წავიკითხე და მე კიდე წავიკითხე. ოღონდ მე ვფიქრობ, რომ მე საერთოდ მხატვრული ლიტერატურას გულისხმობ, არ უბრუნდები ნაწარმოებს. რამდენიმე ნაწარმოებს მიუბრუნდი, მხოლოდ დამაინტერესა იმ სახის ჩემეული ამ ასაკიდან გამომდინარე დაუშვათ უკვე რაღაცა სხვა წახნაგით კი შეხედო და აი როდესაც ვიცოდი აი იმ შინაარსი და აი მიკითხავდნენ და ძალიან შთამბეჭდავი იყო თამაშობდი ბავშვობაში ოღონდ არასდროს მინდოდა ქეთო ყოფილიყავი სულ მინდოდა ყოფილიყავი დედა და ვთამაშობდი დედას რომ თოჯინა მყავდა ქეთო და ასე შემდეგ და ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას რომ ერთშენიერ დღეს დაირეკებოდა ზარი და მეტყოდნენ რომ შენ და შეასრულო ეს სიმღერა მე რომ მკითხოთ ეს ნაწარმოები ისე როგორც
მართლა გენიალური გოგებაშვილის ძალა ერთობაშია ხო მე მგონია რომ მარტო სკოლის ასაკში არ უნდა ეკითხებოდეს და თუ უნდა ისწავლებოდეს მე-11 კლასშიც უნდა ისწავლებოდეს კარგად შევიგნოთ და შევიცნოთ ბევრი რამის რასაც ნიშნავს ძალა ერთობაშია ხო და აი რაც ამ ნაწარმოებს შეეხება ხო გემდებით აი სახაც მზად ვიყავი ამისთვის პატარა ასაკში როდესაც ყველა ბავშვი თამაშობს პოტენციური დედა ის როდესაც დედაშვილობას თამაშობს ხო გოგონა აი მეც რაღაც დაახლოებით მსგავსად ასე ვთქვათ მზად ვიყავი მაგრამ რომ დამირეკე ძალიან შევშინდი ძალიან მე სიამოვნა და გამიხარდა ამას როგორ ვიტყვი ტყუილს პირიქით ძალიან გამიხარდა მაგრამ იცით რა იქიდან გამომდინარე რომ მე მოსმენილი მაქვს ექსპედიციებში იქიდან გამომდინარე უბრალოდ მე ფოლკლორისტი ექსპედიციებში დავდიოდი მე მაქვს მოსმენილი როგორ მღერის ქალი ნანას შენ თვალწინ როგორ იქმნება საოცრება. აი თითქოს ერთი პატარა მელოდიური ნახაზია, მაგრამ იქ ისეთი რამ დევს, რომელიც ვერ ისე როგორც ვერ ახსნა ალბათ კაცობრებმა ვერც ვერასოდეს იტყვის რა არის სიყვარული საბოლოოდ. ყველას თავისებური და თავისეული ახსნა აქვს და აღქმა, ამ ყოველფრისა ისე დედაშვილობაც ხო მართალია, ამიტომ რამდენი დედაც არსებობს, მე ყოველთვის იმას ვამბობ, იმდენი გენიალური ნამღერი იქნება, იმიტომ რომ ის მუხტის რაღაცა საოცრება, რომელიც დევს აი ამ ფენომენში, რასაც ქვია დედაშვილობა, ის ისე როგორც უჯრედები არ გამეორდება არასდროს. ძალიან ბევრი დედა ამბობს რომ მე ვერ მღერი, ეს ალბომი გამოაცხადა რომ ვერ მღერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ პატარა მონაკვეთიც კი რომ წაიმღეროს თავის შვილთან, ოღონდ მარტო როდესაც დარჩება ის რაღაც საოცრებაა. ამიტომ ეს ძალიან დიდი ნდობა იყო, გარდა იმისა რომ ნდობა იყო, მე კიდევ ამბობ ამ ნდობის გამო შემეშინდა და რაღაც პერიოდი ვერც კი ჩავწერე. ანუ მე როდესაც მოვისმინე ბატონ ჯანოს ნამღერი მე გამომიგზავნა, იმიტომ რომ ჰოლანდიაში იყო ბატონ ჯასური წასული მაშინ და გამომიგზავნა ეს ვიდეო კასეტაზე მახსოვს და კაცის ნამღერი ცოტა უცბად აღქმაც გამიჭირდა, თუმცა საოცრად მიყვარდა ყოველთვის მისი სიმღერა, მაგრამ აი იავნანა რაღაცნაირად გამიჭირდა, მაგრამ აი მე შევეცადე რომ რაღაცა დავეწყო ყველგან მღერა, ანუ საქმეს ვაკეთებდი მღეროდი ბავშვები. ანუ სულ მღეროდი, მაგრამ არ მომწონდა. არ მომწონდა და ერთხელ ბავშვები, ჩემი შვილები უკვე იყვნენ, პატარები იყვნენ ძალიან და არ დამიძინებია ეძინათ. უბრალოდ მახსოვს როგორ მიუცუცქდი ესე ახლოს და მათ ფეხებთან წამოვწექი ესე და დავიწყე ეს დაიძინე რაღაცა მივხვდი რომ პოზიცია დაიბადა და ანუ მივხვდი რომ ეს ის არის ზუსტად დავრეკე ნანასთან და ვუთხარი რომ მე მზად ვარ იმისთვის რომ ჩავწერო ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ნანას პირველ რიგში აი ამ ნდობისთვის რომ ნანას და ბატონ ჯანსუხს რა თქმა უნდა მაგრამ მე ვიცი რომ ნანა იყო ძალიან აქტიური გამიკვირდა სხვათა შორის რატომ დამიკავშირდა მე გეტყვით რატომ იმიტომ რომ პაუზა მქონდა ესეთი სერიოზული ჩემი შვილები დაიბადნენ მე რაღაცა და სერიოზული შემოქმედებითი თუ იტყვიან პაუზა იყო და საიდან ეს რატო გავახსენდი მე ეს გამიკვირდა და არ ვიცი ნუ კიდევ ამბობ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მეორე დღეს თუ მესამე დღე იყო აღარ მახსოვს და მირეკა ნანამ რომ ზად არიან ბატონ ჯანს ჩამოვიდაო და რო ჩავწერე მივედი და ვუთხარი რომ კიდევ ერთხელ ვიმღერებ რომ მივხვდი მეთქი რომ ახსოვს ესეთი სახე ქონა არაშვილო შენ ამას მეტი ვერ იმღერე რატო იმიტომ რომ ყველაფერი დაიდო არა ასე მგონია რომ მაინც ვიმღერებდი მაგრამ თვითონ ჩათვალა რომ ეს ერთი ვარიანტი დაიძინე გენაცვალე ზუსტად არ რა ვიცი მეტი აღარ მემღერა მე იყო უკვე ის უშუალოდ ბატონებთან დაკავშირებული რომ ტექსტი სხვა არის ცოტა შეცვლილია და ამ რიტუალზე სანამ შემოვიდოდით რეკლამიდან ძალიან საინტერესო ის გქონდათ ანუ არ ემთხვევა ხო ეს არის არა ხო ეს უფრო რა თქმა უნდა უფრო ხალტრულად ცოტა რა თქმა უნდა ეკრანიზაცია ამის სხვაგვარად მოხდა მაგრამ ანუ სხვა რამ მოითხოვა რა თქმა უნდა და ძალიან ლამაზია თლათ ასე არ ტარდება ეს რიტუალები, მაგრამ ახლოს არის რა თქმა უნდა და მე ზუსტად ყვებოდი ბატონ გრიგოლ ჩხიკვაძე იყო ჩემი პროფესორი, რომელიც მიყვებოდა როგორ საოცრება მოხდა მის თვალწინ, როდესაც ერთ-ერთი ქალი ექსპედიციის დროს გაგვეპრანჭა ძალიან და გვითხრაო რომ არ ჩაგიწერთო არაფერს, არ ვიმღერებ, მე სიმღერა არ ვიცი და მე უცბად უთხრეს რომ უნდა შეულოცო, იმიტომ რომ ბავშვია ძალიან ავათო. ეს ქალი ვიდრე მივიდოდა სახლამდე იმ სახლამდე სადაც ბავშვი იყო ალბათ და ძალიან მაღალი სიცხე აქვსო
პირდაპირ ქოქოლას აყრიდაო, როგორც ძალიან, იმიტომ რომ ბრაზობდაო, იმიტომ რომ მე ვიციო ახლა რომ იქ ახალგაზრდა დედა ყავს იმასო და იმას არ ჯერა ამ ყველაფრისო, რომ როდესაც ბატონებია, ნემსი არ უნდა გააკარო იქაურობასო და ასე შემდეგ. და მივიდა და შეულოცა და ჩვენ თვალწინ მოხდა ის საოცრებაო, რომ ბავშვს სიცხემ დაუწია და ის მურაბიანი წყალი, რომელიც ბავშვი დედას თხოვს ზუსტად ამ დროს, მურაბიანი წყალი მინდა ის ჩემ თვალწინ მოხდაო, თქო, ეს ბავშვმა დაიწყო ლაპარაკი და ამ ქვეყანას მოვიდა როგორც იტყვენ, ამას რაღაცა თავის ძალა რო აქვს ფაქტია. და ზოგადად სიმღერას აქვს მაგიური ძალა. და მithumetes იავნანას. თვითონ ფილმზე რო ვისაუბროთ, როდესაც პირველად ნახეთ, დაესწარით პრემიერას. ძალიან სტამბეჭდავი იყო, რომ მე ჯერ ერთი როდესაც გმირები ვნახე. ვინ თამაშობდა, სხვა შორის შეიცვალა, იქ რამდენიმე ვარიანტი იყო დედის როლზეც და მამის როლზეც. ლევან აბაშიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოიაზრებოდა. იყო სინჯებზე და მოკლედ მე შეიცვალა, რამდენიმეჯერ შეიცვალა მე როგორც ვიცი ნანას და საერთოდ ჯგუფის მხრიდან. ძალიან საინტერესო იყო მხატვრობა, ძალიან საინტერესო იყო სცენარიც კი, მე იყო აზრთა სხვადასხვაობა, მოგივე თუნდაც ის ლეკები, რომლებიც ნაკლებად ჩანს ფილმში. თუმცა კი ჩანს რომ გაზარდეს. ჩემთვის სხვა შორის ძალიან გულისამაჩუყებელი იყო ეგ ნაწილი კითხვის დროს. როდესაც ეს ასე გაზარდეს და აღზარდეს ქეთო და ასეთი დიდი სიყვარული აჩუქეს ქეთოს. იცით რატომ უნდა იკითხებოდეს კიდე უფრო მოზრდილ ასაკში კიდე? ასე მგონია რომ უფრო გაფერმკრთალდება და უფრო განელდება ერთი ფრაზა, რომელიც დღეს ძალიან ხშირად მესმის ხოლმე სამწუხაროდ ახალგაზრდებს ჯერ არ გეგმავთ შვილის გაჩენას. იმიტომ რომ აქ არის ძალიან ნათელი ჩვენება დედაშვილობის საოცარი ფენომენისა და ასე მგონია რომ ყველა დედა შეეცდება რომ ბევრი შვილი გააჩინოს ერთი მაინც. ხო და რაც შეეხება აი დანარჩენებს კოსტიუმები საოცარია. ეს არის აი მართლა ფილმი რომელიც იმდენად გალამაზებს, იმდენად გავსებს, აი ყველა აი სანახაობრივი მხარეა ძალიან საინტერესო კიდე და მე მინდა გითხრათ აი ბოლო სცენა, როდესაც უკვე ქეთო იხსენებს ამ ყველაფერს და დედა ახსენებს ეს ნერვიულად უკვე მე და ნატო დგავართ ერთად გახმოვანების დროს, იმიტომ რომ იქ თანხლების გარეშე აი ზუსტად ეს სცენა აი ეს არის ნატო მურვანიძე. იმიტომ რომ ისი სალაპარაკო ხმიდან გადავიდა სიმღერაზე. ერთად იყო. აი მე გეტყვით ახლა სად ვმღერი მე? არა, აქ უკვე მე ვარ. ეს უკვე თქვენ ვარ, კი. და მახსოვს რომ ბურთი მქონდა აი ყელში იმდენად რთული იყო ამის გა. ხო ეს ძალიან რთული იქნება შეუმჩნევლად უნდა გადავიდეს ერთი ადამიანის ხმიდან. თან მართლა მეტირებოდა. ხო მე ახლა როცა უყურებ ახლა ვერ ვიკავებ ძრებს. რატო თქვი ეს საინტერესო იყო სხვა შორის ამას ფიქრი ჭირდებოდა ამ ფინალს ესე არ იყო ასე იოლად გასაკეთებელი გადაღებული იყო უკვე ანუ ეს ვიზუალური მასალა უკვე არსებობდა და შენ გახარ უნდა გააკეთო ის ემოციაც ის ყველაფერი ისე უნდა წამოიღო როგორც აქვს მსახიობს ამ შემთხვევაში მე და ნატო ასე მოვილაპარაკეთ რომ ლაპარაკიდან როდესაც ის ახსენებს რომ მე ხო წავალ ამ დაგლოცავ ზეციდან და ასე შემდეგ აღარ მახსოვს როგორ არის და დაბალ ინტონაციურად, ანუ დაბალ ტონალობაში და ტესიტურა, ანუ დაბალ ნოტებიდან დავიწყოთ სიმღერა მოვილაპარაკეთ ასე რომ თავისივე სალაპარაკო ინტონაციიდან გადავიდეს რომ ხელჩაქნეულია, მაგრამ მაინც და მოდი მე როდესაც ის თვალს ახელს, ხო, როდესაც ის რაღაცას იხსენებს, ის უკვე ცდილობს უმატებს ტონალობას უმატებს, ხო, თავისთავად ემოციაც იწყება და უკვე იქ სადაც მე ვმღერი, იქ უკვე ჩვენება იმისა რომ მინდა მოვაწონო და გავახსენო ეს ყველაფერი და უკვე კარგად ვცდილობ რომ მის თვალებშიც უკვე რომ ესეთი ნაფიქრი იყო და რა ვიცი არ ვიცი რამდენად გამოგვივიდა თუმცა ფილმის ჩვენების დროს მახსოვს როგორ ხო
ყველა ტიროდა და ალბათ რაღაცა ნაწილობრივ მაინც რაღაც მოვახერხეთ. იგივე გველის ეხლაც. უნდა ვთხოვოთ ალბათ და იმიტომ ალბათ ჯადოსნური და ყველაზე ჯადოსნური ეს სიმღერა, რომ მეტი უფრო დიდი სიყვარულით ვერცერთ სიმღერას ვერ იმღერებ, იმიტომ რომ როგორც გიყვარს შენი შვილი, ისე ვერ გეყვარება ვერავინ და შესაბამისად ამიტომ გამოდის. მინდა რომ ყველა დედას მიულოცო დამდეგი ახალი წელი და შვილთა სიმრავლე ყველა ოჯახს უსურვო და აი საოცარი რასაც ქვია დედაშვილობა არ განელებული იყოს არასდროს. იავნანას ვიმღერებ, ოღონდ არა დაიძინე გენაცვალეს ტექსტით. ელენა ახლა ყურადღებით გვიყურებს გისმენთ. მე მგონი აპლოდისმენტებიც უკვე ზედმეტია. უღრმესი მადლობა თქვენ რომ ჩვენთან ერთად იყავით დღეს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. შევისვენოთ ცოტა ხნით და დავბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ.